ირანი განგაშის რეჟიმშია, რადგან საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები დაიწყეს ელთობლივი მოქმედება იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც თეირანმა წლების განმავლობაში გაავრცელა სპარსეთის ყურეში. ამ ოთხშაბათს 2026 წლის 20 მაისს არაბები დაიღალნენ იმის ყურებით, თუ როგორ იყენებდნენ მილიციებს, დრონებს, რაკეტებს და რეგიონულ შანტაჟს ზეწოლის იარაღად. ამ ორი ძალის გაერთიანება ირანის ხალხს არ ესხმის თავს, არამედ რეჟიმის მანქანას უპირისპირდება. შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ბინძურ საქმეს ასრულებენ, მარშრუტები, რომლებიც მეზობლების დაშინებისთვის გამოიყენება და სტრატეგია, როდესაც ჩრდილიდან ესხმიან თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას უარყოფენ. ირანს სურდა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები დაეღო, თითოეული ერი ცალ-ცალკე შეეშინებინა და თავისი მოწინააღმდეგეები კუთხეში მოექცია. მაგრამ ეხლა ნახეთ, როგორც ცდილობენ საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ისეთი პასუხის გაცემას, რომელიც შეიძლება შიგნიდან დაახშოს ირანის რეგიონული ძალა. რა დარჩება თეირანს, როცა მისი ყველაზე დიდი მეტოქეები გადაწყვეტენ ერთად იმოქმედონ და მისი დაშინების ქსელი დაასრულონ. ახლავე ყველაფერს გიამბობ. მაგრამ ეხლა ნამდვილად მოგინდებათ არხზე გამოწერა, რომ ინფორმირებული დარჩეთ. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავთ. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ირანის შიში მოდის იქიდან, რომ რიადის და აბუ-დაბის გაერთიანება არღვევს მის საგარეო პოლიტიკის მთავარ ბერკეტს. თეირანი ყოველთვის ცდილობდა სპარსეთის ყურის მონარქიებს შორის განსხვავებების გამოყენებას. როდესაც გავლენისთვის ბრძოლა, დიპლომატიური უთანხმოება ან განსხვავებული ეკონომიკური გათვლა იყო, ირანის რეჟიმი პოულობდა სივრცეს წინსვლისთვის. ახლა კი სიტუაცია იცვლებავდება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და საუდის არაბეთს არ სჭირდებათ ყველაფერში შეთანხმება, რომ ერთი და იგივე საფრთხე დაინახონ. დრონები, რაკეტები, მილიციები და ბირთვული საფრთხე საერთო უსაფრთხოების საკითხებად იქცა. და როდესაც ეს ორი ერი ერთიანდება, ირანი აღარ აწყდება ცალკეულ პრეტენზიებს, არამედ უპირისპირდება ბლოკს, რომელსაც შეუძლია მისი რეგიონული გავლენის შეჩერება. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ უკვე დააფიქსირა ეს იდეა, როდესაც განაცხადა, რომ ბლოკის ქვეყნების უსაფრთხოება განუყოფელია და ერთ-ერთზე თავდასხმა ყველას ეხება. ეს ფორმულირება მნიშვნელოვანია, რადგან გზას უხსნის კოლექტიურ პასუხს. ეს აღარ არის მხოლოდ ირანი, რომელიც ცალკე აბუ-დაბის, რიადს ან მანამას ცდის. ეს არის ირანი, რომელსაც უპირისპირდება ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ ძალას, ენერგეტიკულ მარშრუტებს, სტრატეგიულ ბაზებს და პირდაპირ ცდომას აშშ-სა და ევროპაზე. ბლოკის საგანგებო განცხადებამ დაგმო ირანის სარაკეტო და დრონებით თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დაზარალებული ქვეყნების თავდაცვის ნების თავდაცვის უფლებას. ირანი ცდილობს შეინარჩუნოს სახე, რადგან იცის, რომ საჯაროდ უკან დახევა სისუსტის აღიარება იქნებოდა. მაგრამ რეჟიმიც კარგად ხვდება, რომ მისი ძველი ტაქტიკა უკვე გამჟღავნებულია. ადრე რეჟიმს შეეძლო მოკავშირეებზე მიგეთითებინა და ეთქვა, რომ პირდაპირი კონტროლი არ ჰქონდა. ეხლა ამ ჯგუფების ყოველი ქმედება აძლიერებს ბრალდებას, რომ თეირანი რეგიონულ ზეწოლის ქსელს მართავს. საუდის არაბეთი ამ დაპირისპირებაში თავისი წონით ერთვება. ერიაც აქვს რელიგიური გავლენა, ფინანსური შესაძლებლობა, ენერგეტიკული ძალა და ცენტრალური პოზიცია ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში. ირანი ამას კარგად იცის. ამიტომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან შეთანხმებული საუდის არაბეთი მხოლოდ კიდევ ერთი გმობის ხმა არ არის. ეს წარმოადგენს ღერძს, რომელსაც შეუძლია სანქციების დაწესება, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა, მეზობელ მთავრობებზე ზეწოლა და коорდინაცია დასავლელ მოკავშირეებთან. თვითონ სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის შესახებ დისკუსია შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის კვლავ დაბრუნდა სიახლეებში. როგორც როიტერსი იუწყება, ამ სფეროში შეთანხმება კვლავ განხილვის საგანია და იწვევს მოთხოვნებს გარანტიებზე. ეს თემა თეირანს აწუხებს, რადგან აჩვენებს, რომ რიადის სტრატეგიულ ტექნოლოგიას ეძებს, მაშინ როცა ირანის პროგრამა კვლავ უნდობლობის გარემოცვაშია. არაბთა გაერთიანებული საამიროებიც არ რეაგირებენ იმპულსურად. აბუ-დაბიმ სტაბილურობის, ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და უსაფრთხოების იმიჯი შექმნა. ნებისმიერი მუქარა მათი ინფრასტრუქტურის მიმართ საერთაშორისო პრობლემად იქცევა. ირანს სურდა შიში გაევრცელებინა, მაგრამ ამით აბუ-დაბის უფრო მკაცრი პოზიციის გამართლება შეუწყო ხელი. ეს ის მახეა, რომელიც თავად რეჟიმმა დაუგო საკუთარ თავს. ევროპის კავშირით შეუერთდა ზეწოლას, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან ერთად. ერთობლივ განცხადებაში ორივე ბლოკის მინისტრებმა განიხილეს ირანის თავდასხმებით გამოწვეული ზიანი სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ. მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სერვისების ობიექტებსა და საცხოვრებელ ზონებზე. ტექსტში ასევე მოითხოვეს ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობების შეზღუდვა.
თეირანისთვის ეს ძალიან ცუდია, რადგან არაბული პრეტენზიები უფრო ფართო დონეზე გადადის და ართულებს იმ ნარატივის გავრცელებას, თითქოს ყველაფერი მხოლოდ ლოკალური კონფლიქტია. ის, რასაც საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ახლა აკეთებენ, არის ირანის ოპერაციული თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. ეს გულისხმობს დრონების მარშრუტების მეთვალყურეობას, ზეწოლას იმ ქვეყნების მთავრობებზე, სადაც მილიციები მოდებებზე, სადაც მილიციები მოქმედებენ, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, დაზვერვის გამყარებას და ერთი გზავნილის შექმნას. ნებისმიერი ახალი თავდასხმა უფრო დიდ პოლიტიკურ ფასს ექნება. ამ ტიპის პასუხი არ საჭიროებს ცეცხლოვან განცხადებებს. ის იწყება ჩუმი კოორდინაციით. ერაყი ზეწოლის ცენტრშია, რადგან ეჭვების ნაწილი თავდასხმებსა და მილიციების გადაადგილებებზე მის ტერიტორიაზე გადის. საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ბაღდადი არ უნდა გადაიქცეს თავისუფალ დერეფნად იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც სპარსეთის ყურეს ემუქრებიან. თუ ერაყის მთავრობა ვერ აკონტროლებს ამ დაჯგუფებებს, საერთაშორისო ზეწოლა იზრდება. თუ აკონტროლებს, მოუწევს ამის დამტკიცება. ნებისმიერ შემთხვევაში ირანი კარგავს კომფორტს, რადგან მისი მოკავშირეები ჩრდილში მოქმედებას წყვეტენ და რეგიონულ პრობლემად განიხილებიან. მარტის განცხადებაში არაბმა და ისლამურმა მინისტრებმა ირანს მოსთხოვეს შეწყვიტოს თავდასხმები, მუქარები და არაბულ ქვეყნებში მილიციების მხარდაჭერა. მათ დაასახელეს დაფინანსება, შეიარაღება და ქმედებები, რომლებიც ამ ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენება. ირანის რეჟიმი ცდილობს მუქარა ძალად აქციოს, მაგრამ არაბული რეაქცია ზღვარს აჩვენებს. თეირანი შეიძლება საუბრობდეს ფართო ომზე, შეიძლება ემუქრებოდეს მარშრუტებს, შეიძლება იყენებდეს მოკავშირეებს და შეიძლება ცდილობდეს ბაზრების დაშინებას. მაგრამ ეხლა ყოველი მუქარა ეხმარება ერ-რიადსა და აბუ-დაბის უფრო მკაცრი პასუხის მხარდაჭერაში. ლოგიკა ირანის წინააღმდეგ შემოტრიალდა. რაც უფრო მეტად ახორციელებს ზეწოლას, მით უფრო აერთიანებს თავის მოწინააღმდეგეებს. რაც უფრო მეტად იყენებს მილიციებს, მით უფრო აძლიერებს ბრალდებას, რომ მისი შეკავება აუცილებელია. რაც უფრო მეტად საუბრობს ესკალაციაზე, მით უფრო ამარტივებს და აძლიერებს დაახლოებას სპარსეთის ყურის ქვეყნებს, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის. სპარსეთის ყურის ლიდერების შეხვედრა ჯედაში აპრილის ბოლოს უკვე ამ გზას მიუთითებდა. მუჰამედ ბინ სალმანმა მიიღო სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ლიდერები, რათა განეხილათ კოორდინირებული პასუხი ირანის თავდასხმებზე, რომლებმაც რეგიონი შეარყიეს თეირანთან დაკავშირებული ომის დაწყების შემდეგ. ამ ტიპის შეხვედრა აჩვენებს, რომ საუდის არაბეთი მხოლოდ ზიანის შემდეგ რეაგირებას არ აპირებს. რიადი სურს, რომ პასუხი მომდევნო დარტყმამდე მოამზადოს. და როდესაც საუდის არაბეთი ამ როლს იღებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, ირანი ხვდება, რომ მისი მანევრის შესაძლებლობა მცირდება. შემდეგი რაც ხდება, ეს არის გამძლეობის ბრძოლა. ირანი სავარაუდოდ გააგრძელებს დაშინების მცდელობას, რათა არ გამოჩნდეს კუთხეში მიმწყდეული. საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სავარაუდოდ გააძლიერებენ კოორდინაციას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. მოითხოვენ კონტროლს მილიციებზე, გაამყარებენ თავდაცვას და შეინარჩუნებენ საკითხის აქტუალობას საერთაშორისო ფორუმებზე. სხვაობა ისაა, რომ თეირანი ვეღარ აკონტროლებს მოვლენების ტემპს, ისე როგორც ადრე. ყოველი მუქარის შემდეგ თეირანი მეტ სიუცეს აძლევს თავის მეტოქეებს, რათა აჩვენონ, რომ პრობლემა არა დროებითი კრიზისია, არამედ მთელი რეგიონული დაშინების სტრუქტურაა. ირანის პანიკა სწორედ ამ ცვლილებიდან მოდის. საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის ხალხს სამიზნედ არისახავენ. ისინი მიზანში იღებენ რეჟიმის მანქანას, შეიარაღებულ ჯგუფებს, დრონებს, რაკეტებს, შუამავლებს და შანტაჟს, რომელსაც თეირანი იყენებს სპარსეთის ყურეზე ბატონობისთვის. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო. და ჩემი მიზანია ყოველ დღეს სიმართლით, კარგად ინფორმირებული დაგტოვო. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.